ფასი იქნება? არა ბრატ, ბოზუშვილი ვიყო, ვალარადად ბრატ. კოჭაც დავითრიე, ისაც დავითრიე, ჩემი დედა შეიცი რა, მაგრამ იქეს. მოკეთ მაგ ხალხს არ დავუჭეროთ რა. არჩილ, ივესალმოთ მაყურებელს. ივესალმოთ მაყურებელს. ამოჯობათ მეგობრებო. დღეს ვიმყოფებით წალკის წყალსაცავზე, გოჭილაზე სათევზაოდ. მაქსიმალურად სულფი მოწყობილობა გვაქვს დაბალი ტესტით. ეს არის ნანოვან კარბონი 2.5 გრამამდე 1.86 სიგრძით. ეს არის ვანქვიში, შიმანო ვანქვიში 2500 ზომით. 2 გრამი გამზიმება, აქტიური ფერი. აფრა გამო აი, დაგვანახე არჩილ. გამზიანათებს. აი. ესეთი კოჭილა. პატარა კოჭილებია. ჩათლოდი ზომები. აი, აკეთანაც. აი. ტრაფეი. რის? ბავშვობაში და ეგეთი დროა. მიაძე, კომანდა რაღაცა. Datsmani mეგობარო. აი ისე. გენაით. პატარა ზომა. გავუშვოთ. სანადიროდ წამოსული ხალხი თევზაობთ. არა, საღამო. მაო.
სპინინგის პრინციპები ესეთია. ეხლა ამ ეტაპზე რადგან ხედავთ რომ ქორჭილა მაქსიმალურად აქტიურია, ვიყენებთ აქტიურ ფერს. ეს არის სინტეთში სილიკონი, რომელიც დაზიანებულია უკვე, თუმცა თევზი მოდის შესაბამისად სილიკონის დახარჯვა საჭირო არ არის. ვიყენებთ 2 გრამ დამძიმებას, ვოლფრამის ტიპის დამძიმება და ნემსკავი, ღია ნემსკავი. ამ ეტაპზე აქ დიდად არ არის ბალახები და მსგავსი დაცებები, ამიტომ ღია ნემსკავს ვიყენებთ. დაახლოებით 70 სანტიმეტრი ფლუოროკარბონი მაქვს სადავეთ. წნული კიდევ 0,3-ია. სისქით დიეზი 0,3 აპნური სისტემით. მარტივი გათვლა გვაქვს, გადავაგდებ სატყუარას მაქსიმუმ 10 მეტრში ვიტყვის ისურვე სატყუარას 20 თვით რამდენიმე წამი ჩასვლას, იმიტომ რომ თევზი საკმაოდ აქტიურია, არც არის საჭირო ძალიან მსკერზე თამაში. და ვიწყეთ ნელ-ნელა გატარებებით და მაქსიმალურად ჯოხის თამაშს, რომ ანიმაცია მივცეთ სატყუარას. აი ეს სათევზაოდ ეხლა თევზაობდით, თევზებს საკმაოდ კარგად ვიჭერდით და მე გადავწყვიტე ჯოხის ტესტი შემეცვალა და უფრო დაბალ დონეზე გადმოსულიყავი. მეგან უფრო ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტი სიამოვნებას იღებ, უფრო დაბალ ტესტის ჯოხისგან, უფრო მეტი შეგრძნება გაქვს ხელში. ჩემი ინფლუენსერი. თევზაობა ხო სიამოვნებაა, ძმაო, მივიღოთ სიამოვნება. მეგობრებო, გაიცანით, ეს არის ინფლუენსერი. მიესალმეთ არჩილს. ორივე საფრთხეს ეს ვიდეოები დაიდება. და მალმალე სიახლეებსაც შემოგთავაზებთ ნელა YouTube-ზე. სამწუხაროდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ ვიყავით აქტიური YouTube-ზე, თუმცა მაქსიმალურად აი ეს უკვე ნორმალური ზომაა. ნელა მან. შეიძლება 20 და 21-იც იყოს უკვე. შოთა თქმა უნდა, თევზით არ მეყავს, მით უმეტეს ესეთი ზომის ქორჭილები. მთელი დღით წესით აქავართ. სხვადასხვა გეგმები გვაქვს ნადირობის კუთხით, თევზაობის კუთხით. თუ რაიმე საინტერესო დავიჭირეთ, შეიძლება ეს განმავლობაში შევწოთ კიდევაც. თუმცა არა ესეთი ზომები, ესეთი ზომები გასაშვებია. სპინინგით ვინც არის დაინტერესებული და კაცებაზე თევზაობით, კარგია რომ ესეთი ზომები გაუშვით. ნებისმიერი თევზი რაც არის, მათ უნდა იყოს მშვიდობიანი კაცებელი თევზი იქნება. პატარაა ეს თევზი და საყვანი არ არის. რამდენჯერ მივცადე დისტანციაზე გასვლა. უშედეგო აღმოჩნდა ყოველჯერს. თევზი საკმაოდ ნაპირზე დგას, ახლოს დგას ძალიან. არ გვიცდია ყანყალა სხვათა შორის. შესაძლოა აქტიური გატარება. აი ხა გლიკოზის მომცადოთ. აქტიური გატარება აი. იბატო, ამ ყანყალას წესით და რიგით შესაბამისად უნდა იმუშაოს ყანყალამას. ეგ შემეღარ გადარჩები ჯიგარო, მაგრამ სამწუხაროდ ამოყვანისას დაეცა ქვაზე და სავარაუდოდ დაზიანდა თევზი. ახთი მინდია გადარჩება. არჩილ, ასე თქვი, როგორ ჭერაა? რა ვიცი, ვიქტორ ჩემი შორს რომ მოვუწადე, ვის გასწო. ჭერა კაია. ვიქტორს მოვუკითხვა აქედან ჩვენგან. მოდი არჩი დაუბრუნდი შეფეთქე. ვიქტორ მოიცადე ეცამს დამელოდეთ უგვიყურებ. აი. რატატა კაი. აი. ამ თევზმა შემოგითვალა. ცენზურას ვერ დავიცავ.
შენს შესახებ როცა ვისაუბრებო ერთი შენის დედაცო ეს არიან მეგობრები თევზაობენ პატარა ბიჭიც არის ჩვენთან მაქსიმალურად გავესწრით რჩევები როგორც შეიძლებოდა რომ ყოველთვის როცა რაღაცას სწავლობ თევზაობა იქნება სხვა სფერო იქნება კარგი როცა ვიღაც იქნება ადამიანი ვინც გასწავლეს იმ სფეროში გამოცდილი რაღაც რჩევას მოგცემს ოჩე სილიკონს თავისი იერსახი აღარ აქვს შენაშუნებული მაინც იჭერს просто ფერი იჭერს რა ანიმაციის არ ჭირდება საერთოდ ვიზუალი ვიბროკუდი იქნება რა იქნება ხო მაგრამ ფერზეა აშკარად იმიტომ რომ აღარ ვარგა სილიკონი დახეულია სულ აღარც ყუდი აქვს არაფერი და მაინც იღებს ანუ ფერი მოწონს აშკარად ანუ ხოლმე შეიძლება მოხვიდე ან საღამოს მოხვიდე და უკვე არ აიღოს ამ ფერზე ასეა სპინინგი მეგობრებო უნდა ცადოთ სხვადასხვა ანიმაციებს სხვადასხვა გატარებებს სხვადასხვა სიმძიმეები სილიკონის ზომა ნემსკავის ზომა იმიტომ რომ როცა პასიურია თევზი იდეაში ახლა პასიური უნდა იყოს იმიტომ რომ ზამთრის პერიოდი უკვე მოდის ნელ-ნელა ჯერ ისე ციცივი არ არის ნოემბერია თან ციცივი არ არის თუმცა იწყება უკვე ის პერიოდი რომ წყალში ტემპერატურა ძალიან დაეცემა თევზიც გაპასიურდება და საჭირო იქნება შესაბამის ფერის მოძებნა გასწორეთ სილიკონი ზედ სწორად რო დადგეს და უფრო ის მასის თორე გვერდულად რო დგას მე არ კიდევს პირს ახლა ვარდნაზეა იყო და საკმაოდ აქტიურია თევზი რა საკმაოდ კარგი ჭერა გვაქვს ნელა მეგობარო ნელა ისევ ძალიან ფარტყალებს არის ის რომ შევთამი და დახტისევით ქვით დამწყებს სპინინგისტებს ურჩევდი ერთ რამეს შეეცადეთ მეგობრებო რომ მაქსიმალურად უყუროთ გამოცდილი სპინინგისტების YouTube არხებს ისწავლოთ მათგან ის რჩევები მიიღოთ თუ რა ჭურულობის ყიდვაა თავიდან მისაშეწონილი ჯობს დაიწყოთ ბიუჯეტური ჭურულობით ჯოხით კოჭით სატყუარების რავალფეროვნება ჰქონდეთ ჯობია თავიდან ჯობს და კოჭაზე რა თქმა უნდა არის დამოკიდებული თევზის ჭერა თუმცა თავარი მაინც მეთევზეა ამიტომ და სატყუარა რომელსაც იყენებ ამიტომ ჯობს რომ ახლა ანიმაცია არ მიმიციეთ თავის დაიყო სილიკონი მელოდი მეგობარო კარგი შეფაუცლებ ასეთი ზონა იქნება დაახლოებით 15 სანტიმეტრამდე
ზომები საკმაოდ პატარა, თუმცა წლის ამ პერიოდისთვის საკმაოდ გართობადი პროცესია. Ერთს ხო წეხამგელს გავაგზავნებ თემას ისევ უყურეთ იმ ადამიანების გამოსთვლილ ადამიანების ვიდეოებს, უყურეთ ლევან თასოშვილის ვიდეოებს, უყურეთ მეტეორის ვიდეოებს, მერაბის ვიდეოებს. ძალიან ბევრი კარგი იუთუბერია, გიორგი ხიზანეიშვილი. გიორგის ნამბერ 1 ფიშინგ გაწერია YouTube-ზე და საკმაოდ კარგი კონტენტიც აქვს, ხარისხი იღებს ვიდეოებს. ხსნის კარგად თევზავის მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც სპინინგის, ასევე სხვა მიმართულებითაც. ასე უამრავი სხვა სპინინგისტია, რომელსაც აქვს YouTube არხები. გამახსენდება ერთ-ერთი გია გურგენიძე ასევე ქუთაის ბიჭები ჭოლას აქვს კიდევ საკმაოდ კარგი ვიდეოები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ჯიგის მიმართულებით, ასევე სტრივის მიმართულებით. და ჩვენი უღისი ჩემპიონი არჩელ კურღალიძე. მასაც აქვს YouTube არხი, თუმცა დიდად რჩევების გაცემით და საუბრით არ გამოირჩევა. გამარჯობა არჩილ. ჩემი ძლია. რამდენიმე კითხვას დაგისვათ თუ შეიძლება. აბა გამოუშვი. რჩევები გვინდა რჩევებს გაცემდით დამწყები მეთევზეებისთვის, სპინინგისტებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ სპინინგს. პირველი და ყველაზე მთავარი. არათვითარ შემთხვევაში არ დაიწყონ იაფიანი აპარატო. ანუ იაფიანში გულისხმობ სავარაუდოდ ისეთ პროდუქციას, რომელიც ტაობაო კარბოინც არ არის, ხო? ტაობაოს და რა ტაობაზე ბრენდისდებს. ტაობაო კი არა, ის როა თემუ. თუ ანუ არჩილი გულისხმობს, რომ შეგიძლიათ ბიუჯეტურით დაიწყოთ, მაგრამ არა თემუს პროდუქციით, ანუ. ხო, რაღაც. უმჯობესი იქნება. არა ბრატ, ბოზუჩული ვიყო, ვალარადად, ბრატ. კოჭად დავითრიე, ისეს დავითრიე, ჩემი და შეიცი რა, მაგრა იჭერს. მოკლედ, მაგ ხალხს არ დავუჭეროთ რა. არჩილს მოусმინოთ, გავითვალისწინოთ მისი აზრი. თუმცა თევს მეთევზე იჭერს და არა ჯოხი და კოჭა. ხო, მაგრამ აი ნახე, ძვირფასო მაყურებლებო. ბათუმში შეგიძლიათ ჩახვიდეთ 0-სემით და ფორანერით. მაგრამ რომლით უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ? რამე ეს კლასი მაინც გეთქვა, ფორანერის რა გაგახსენა. აუ მე ვასება ბიჭო. მე წაყოლოდი ეხან გადაგიჯენდით იმანქანაში. წეხან. აი ამის ისა, წეხან. მანქანე და სათანე. აი, კიდევ გვაინტერესებს თქვენი სამომავლო გეგმები YouTube-თან მიმართებაში. ჩემი? მიმართებაში. მე რაღაცა გეგმები მაქვს. კუდი მოგიტანე. შენ რა მაინტერესებს, ისი როგორი მეთევზე ხარ? ეს ჯოხი არასდროს არ დაიჭიროს, ატყუ არა ესე. ნახე, გამოკაჩი ბოლომდე. ეს კოჭა ძალიან მოჭერილი გაქვს, არ გინდა, მაგ ხელაზე მოშვება. მოჭერა. ეს არის ჩვენი მეგობარი მეთევზე ბიჭი, სპინინგით თევზაობს. აი, ესეთ. ეს ნემსკავი ამ სატყუარისთვის ძალიან დიდია. ვიჭერდა იყოს. ვიჭერდა იყოს. ეს არის ოფსეტური ნემსკავი, რომელსაც გვერდულად დამაგრება ჭირდება სილიკონს. შენ პირდაპირ გიყენია სილიკონი. მაგრამ იჭერ. აი, მეგობრებო, ჩვენი მეგობრები თევზს აგროვებენ. აი, ეს ჩვენი პატარა მეგობრის დაჭერილი თევზია. აი. ეს დღეში ყველაზე მეტი იყოს დაჭერილი 3. მეტი არა. 3? ეხა დღეს? დღეს პირველად ხარ ესე ჭერაში? სპინინგთან დაკავშირებით ას გვეტყვი? სპინინგი აქამდე შეგერ მერჩენო, მაგრამ ეხლა სპინინგი. ჩამოწი სატყუარას გაგისწორებ. სპინინგი დღეს ამას იქით. სპინინგი ბრატ. ფიდერს თავის მუღამი აქვს, სპინინგს თავის მუღამი აქვს. ეხლა აქ ფიდერ რო გადააგდო, დარდგე და დაელოდო, პარალელურად შეგიძლია სპინინგით ითევზაო რა. სპინინგი აქტიური თევზჭერის მეთოდია. არ მინდა მე. ჩემი იარაღი მომი.
გადავალ და 400 მეტრში ვესწრაფე.